ფულადი საშუალებების აღრიცხვა. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი სახელმძღვანელო მუდმივად წინ და მუდმივად სულ დაგვჭირდება ჩვენი ანგარიშთა გეგმა, რომელიც ალბათ თანა გაქვთ, ხო? დავიწყოთ თვითონ თემის არსი. ვიდრე გადავიდოდეთ კონკრეტულად ფულად საშუალებებზე, ჯერ სად ვაღებთ კარებს, სად შევდივართ, ის გავიხსენოთ. ჩვენ შევდივართ აქტივებში, დიახ. ანუ კონკრეტულად ვაღებთ აი იმ ჩვენ საცავს, ასე ვთქვათ, და ვიწყებთ შიგ უფრო დაწვრილებით მის დათვალიერებას. რა ხდება შიგ? რა ინფორმაცია უნდა შევიდეს შიგ და ჩვენ ასე ვთქვით, რომ აქტივებს კარებთან თავისი განმარტება დახვდებათ, ხო? რომელიც უნდა დააკმაყოფილოს და თუ ვერ დააკმაყოფილებს, შიგ ვერ შევა, საერთოდ არ გაიღებეს კარები. მაგრამ მე ისიც ვთქვით, რომ აი შიგ რომ შევა, იქაც სხვადასხვა უჯრებია, სხვადასხვა ადგილებია, სხვადასხვა საცავებია და იქაც ყველგან თავისი განმარტება იქნება კარებთან. ესე იგი, აქტივებში რომ შედის, ეს არ ნიშნავს, რომ მე შემიძლია სადღაც იქ დავდო ინფორმაცია. აუცილებლად რომელიმე იმ შიგა უჯრის პირობა, რაც წერია, ის უნდა დააკმაყოფილდეს, აი იქ შემიძლია დავდო ინფორმაცია. თუ ვერ დააკმაყოფილდება ვერც ერთი, უნდა არ შემიძლია მე იქ დავდო ინფორმაცია, უნდა წავიღო და სხვაგან ვეძებო. სხვა ხომ აქ ასეთი. თუ ვერსად ვერ დააკმაყოფილდება, მაშინ არ ყოფილა ბუღალტრული აღრიცხვის საგანი. ბუღალტრული აღრიცხვის საგანი გაახლავთ სამეურნეო ოპერაციები. გახსოვთ? სამეურნეო ოპერაცია კი არის ის, რომელმაც უნდა შეცვალოს რომელიღაც ელემენტი. აქტივი ვალდებულება, კაპიტალის შემოსავლები, ხარჯები. ერთი კრიტერიუმი არის ეს, ანუ კრიტერიუმები, აღიარების კრიტერიუმები რა იყო ოპერაციის? რომელიმე ელემენტის განმარტებას უნდა აკმაყოფილებდესო. დააკვირდით ამ გამოთქმას? რომელიმე ელემენტის განმარტებას უნდა აკმაყოფილებდეს ან აქტივის, ან ვალდებულების, ან კაპიტალის, ან შემოსავლის, ან ხარჯის. და მეორე კრიტერიუმი უნდა იზომებოდეს ფულში. აი ეს ორი კრიტერიუმი გვაქვს საერთოდ ყველა ოპერაციის აღიარებისთვის. ეხლა რომ ვთქვათ, აქტივებში რომ ვაღიარო ოპერაცია, რომელი ელემენტის განმარტებას უნდა აკმაყოფილებდეს? რა თქმა უნდა, აქტივის. აქ რომელიმე არ გამოდგება, ხომ? თუ მე აქტივებში ვაღიარებ ინფორმაციას, ესე იგი აქტივის განმარტებას უნდა აკმაყოფილებდეს. ყველა ფულადი საშუალებები, რომელსაც ჩვენ აღვრიცხავთ, იქნება აქტივების ელემენტში. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, ვიდრე ჩვენ გავარკვიოთ ფულად საშუალებებში რა უნდა აღვრიცხოთ, უპირველეს ყოვლისა უნდა გავარკვიოთ, აქტივებში უნდა აღვრიცხო კი საერთოდ და უნდა გავიხსენოთ ზუსტად ეს წესი. აქტივების განმარტება. ესე იგი, აქედან გამომდინარე, ჩვენ თემას თვითონ დავიწყებთ ზუსტად ამ საკითხებით. აქტივების კლასიფიკაცია. ანუ რომ გავეცნოთ თვითონ ფულად საშუალებებს. აი ეს აქტივების კარები რომ გავაღე, შიგ აქტივების გარდა ბევრი სხვა რაიმე დამხვდა. და ერთგვარი ესეთ ზოგადი მიმოხილვა უნდა გავაკეთო ამის, რა არის ესენი. მერე უნდა გავარკვიოთ კონკრეტულად რა არის ფულადი საშუალებები და ასე თანდათანობით დავიწყებთ ამ თემას. ესე იგი, რას ვიხილავთ ჩვენ ამ თემაში? ვიხილავთ აქტივების კლასიფიკაციას. ანუ აქტივებს იქეთ არ გავდივართ, ამ ელემენტში ვართ, მაგრამ ამ ელემენტს ზოგადად ვიხილავთ. აქტივების კლასიფიკაცია, ფულადი საშუალებების არსი. ანუ ეკონომიკური არსი რა არის? მისი ცოტა უფრო მოკლედ, მაგრამ დიდი არსი აქვს ეკონომიკურად, მაგრამ ჩვენ მიმოხილვას გავაკეთებთ ამისას. საწარმოში ფულადი სახსრების მართვის რეგულირება, ანუ როგორ უნდა მოხდეს ფულადი სახსრების მოძრაობა, მისი მართვა საწარმოში, სალაროს მეურნეობის გაძღოლა ორგანიზაციაში, ახლა თქვენ ყურს უკვე ესმოდა აქამდე და შეგვებული ხართ სალარო, ბანკი და ორივე ადგილზე ფულია, მაგრამ ერთს თავის წესი აქვს და მეორეს თავის წესი, როგორ უნდა მოხდეს იქ ამის აღრიცხვა. სალაროს ოპერაციების ბუღალტრული ასახვა, საქვეანგარიშო თანხის აღრიცხვა და ეს ტერმინიც ნახსენები გვაქვს, რომ ანგარიშვალდებულ პირს აქვს რაღაცა და იმის ხელშიც არის ფული და აი იმის აღრიცხვა კიდე როგორ უნდა მოხდეს. ანუ ფული სადაც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველა წესი. სად იქნება იქ როგორ უნდა მოხდეს მისი აღრიცხვა.
საბანკო ოპერაციების რეგულირება და წარმოება, როგორ რეგულირდება, რა წესებით, რა ნორმებით საბანკო ოპერაციები, უნაღდო ანგარიშწორების ფორმები, უნაღდო ანგარიშწორება, ანუ არა ნაღდი სალაროში, არამედ ბანკით რომ ხდება ოპერაციები, საბანკო ოპერაციების ბუღალტრული ასახვა, სავალუტო ოპერაციების ასახვისას გამოყენებული ფულადი ანგარიშების წარმოება. ახსნა განმარტებები. აი ეს ახლა ახსნა განმარტებები პირველად გაჩნდა თქვენ ასე ვთქვათ გეგმაში, თემის გეგმაში, მაგრამ ეს იქნება მუდმივად. მეგითხარით რომ ჩვენ ვამზადებთ ფინანსურ ანგარიშგებას 5 კომპონენტით. აქედან ბალანსში შედის ინფორმაცია აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის. გახსოვთ ხო? ერთი კომპონენტია ბალანსი. მეორე კომპონენტი მოგება-ზარალში აისახება ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების. მეორე კომპონენტია მოგება-ზარალი. კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგებაში აისახება ინფორმაცია კაპიტალის, ანუ 5000-ების ნაშთის შემოსვლის გასვლისა და ბოლო ნაშთის, ანუ მთელი წლის განმავლობაში რა მოძრაობა მოხდა. ფულად სახსრებში აისახება ინფორმაცია ფულის მოძრაობის, რა სახით შემოვიდა ფული და რა სახით გავიდა და ასევე გვაქვს კიდე ერთი კომპონენტი, სააღრიცხვო პოლიტიკა, ახსნა განმარტებები. აი ეს ახსნა განმარტებები, სააღრიცხვო პოლიტიკა იქნება ერთხელ საწარმოში, როგორ ვაკეთო ეს წესები. და ახსნა განმარტებები ყოველი წლის ბოლოს ახალ-ახალი იწერება და ეს ახსნა განმარტებები გამოდის საიდან? იმ წელში რა სურათიც მქონდა. აი იმ სურათის გამოსახვისთვის მე რაღაც ნაწილი ამ სურათისა ავსახე ბალანსში, რაღაც ნაწილი მოგება-ზარალში, კაპიტალის მოძრაობაში, ფულად ნაკადებში, მაგრამ აი იქ რაც არ ამისახია და ის რაც იქ შედარებით მსხვილად, განზოგადებულად ავსახე. ამის უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, ან ის რაც იქ არ ამისახია და იქ არ შეიძლება და მისი ასახვა, აი ასეთ ინფორმაციებს ავსახავ ახსნა განმარტებებში. მაგრამ ეს ძალიან ზოგადი ნათქვამია, რაღაცას უფრო დაწვრილებით, რაღაცა რაც იქ არ ამისახია. რა უნდა აისახოს ახსნა განმარტებებში? ყველა თემის მიხედვით გავივლით. ყველა თემის მიხედვით გავივლით, რა უნდა აისახოს ბალანსში, იქედან რა მოგება-ზარალში და ასე შემდეგ და ბოლოში რომ ჩავალთ, ჩვენ ცალკე სასწავლი კი არ გვექნება თითოეული ეს კომპონენტი. იქ რა დავწეროთ, აქ რა დავწეროთ. ყველა თემიდან გვეცოდინება, რა შედის იქ. ბოლოში ჩვენ თავს ერთხელ კიდევ შევამოწმებთ და ჩვენ თვითონ დავიწყებთ ფინანსური ანგარიშგების მომზადებებს და გამოვიყენებთ მთელ ამ ცოდნას. ესე იგი, ყველა თემა დაწყებული აი არსიდან რა არის ეს, მაგალითად ფული რა არის, მარაგი რა არის, ძირითადი საშუალება რა არის. არსიდან, ეკონომიკური არსიდან როგორ შემოდის, როგორ ხდება მისი გაზომვა, როგორ ხდება შიგნით მისი აღრიცხვა, როგორ ხდება მისი ცვლილებების გამოხატვა, როგორ ხდება მისი გასვლა, როგორ გამოიხატება ფინანსურ ანგარიშგებაში, ფინანსური ანგარიშგების რომელ კომპონენტში რა შევა ამ ინფორმაციიდან. აი ამ თანმიმდევრობით იქნება გავლილი ყველა თემა. ეხლა აქედან რომ რაიმე ამომიგდოთ, რომელიმე ნაწილი ხო არ იქნება სრულყოფილება და ჩვენ ხო შევთანხმდით ისე რა ეს სიტყვა ბუღალტრებთან არ გადის თქო. ანუ სრულყოფილება, მე გითხარით, ყველა თქვენი ინფორმაცია ბოლოში მიდის კაპიტალში და მიხატავს მას. დააკლდება, სად დააკლდება მნიშვნელობა არ აქვს, დამახინჯებულ კაპიტალს დამიხატავს ბოლოში და ამ კაპიტალისთვის ქირაობენ შენ. და გეუბნებიან, შენ ამისთვის მჭირდები, როგორც სპეციალისტი, რომ მე ვიცოდე ყოველთვის რა ემართება ჩემ კაპიტალს. და კაპიტალის უკან არის მთელი ბიზნესი, მთელი ორგანიზაცია და აი იმის მერე ვკითხულობ მე, ჩემ ორგანიზაციაში კაპიტალი გაიზარდა ამდენით, შემცირდა ამდენით, მერე ვკითხულობ, რა იყო მოგება, რა როგორი სახის აქტივები მაქვს, როგორ ვარ გადახდის უნარიანი თუ ლიკვიდური და ასე შემდეგ. ანუ ეს დანარჩენი კითხვებია მე. უპირველეს ყოვლისა ის რაც დავაბანდე, აი იმის სურათი მაინტერესებს, რა ემართება მას, რომ ეს სწორად შევაფასო მისი პერსპექტივა. და თუ ჩვენ ამისთვის მუშაობთ საერთოდ, იქ აღარ დაიშვება უკვე რაღაცა ერთი შემეშალა და მეორე არა. ვერ ვხატავთ სწორად ბოლო სურათს. ჩვენი ყველა ინფორმაცია აკინძულია ერთმანეთსა და გამოხატავს აი იმ ბოლო სურათს და სულერთია სად დავაკლებთ. ამიტომ ყველა თემა უნდა იყოს თანაბარი სიძლიერით დაძლეული, თანაბარი დონით დაძლეული და ყველა თემაში ყველა საკითხი. შევთანხმდეთ ამაზე. არაფერი არ უნდა გამოვტოვოთ სადმე. ახლა ეს არის ჩვენი სამუშაო გეგმა ამ თემაში. ხვდებით რომ თემა არც თუ ისე
მცირეა, თქვენ წიგნშიც გადახედეთ ალბათ რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია იქ შეტანილი და ცოტა ტექნიკურად დატვირთული. ალბათ ეს მოგეჩვენათ, ხო, ბევრი ცხრილები, ბევრი რაღაც ფორმები და ასე შემდეგ. ხო. დავიწყოთ აქტივების კლასიფიკაციით. და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რა არის აქტივი? თვითონ აქტივი რა არის? ანუ რის კლასიფიკაციას ვაკეთებთ ახლა ჩვენ აქტივების და აი ეს აქტივი რა არის? მე აქ ერთი მარტივი პასუხი მაქვს, რომელსაც გაგახსენებთ, თქვენ მუდმივად ამას გეუბნებით, რომ აქტივია ყველაფერი რა არის და საერთოდ არსებობს მხოლოდ აქტივი. კიდევ ერთხელ გავახსენოთ, მხოლოდ აქტივი არსებობს. და დანარჩენი სხვა ელემენტი, რაც კი გაგვაჩნიათ ჩვენ, ვალდებულება, კაპიტალი, შემოსავლები, ხარჯები, ესენი გახლავთ ინფორმაცია იმ წყაროების შესახებ, საიდან გაჩნდა ან რა ცვლილებები განიცადა აქტივებმა. აი ამის შესახებ ინფორმაცია რეალობაში მარტო აქტივი არსებობს. დანარჩენი 4 ელემენტი ჩვენ გვემსახურება ბუღალტრებს და მარტო ჩვენ გვემსახურება ბუღალტრებს იმისთვის რომ სწორად გამოვხატოთ აქტივები. არა მარტო გაჩერებულ სტატიკურ მდგომარეობაში, არამედ მის ყველა ცვლილებაში მოძრაობაში. აი ეს რომ გავაკეთოთ, ამისთვის ჭირდება დანარჩენი ყველა ელემენტი. მაგრამ აი იმ ელემენტების დახმარებით ჩვენ ყოველთვის ვიცით რამდენი მაქვს აქტივი და საიდან და რამ გამოიწვია მისი ცვლილებები. აი ეს ყველა ელემენტი მეხმარება იმაში, რომ აი ამაზეც მუდმივად გქონდეს პასუხები. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ აქტივი. მე დღეიდანვე გეტყვით, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ აქტივებს მშვიდობიანად ავივლით, დანარჩენსაც მე მშვიდობიანად ჩამოვივლით, ასე რომ აქტივებია გამსაზღვრელი და ჩვენ პროგრამაში ნამდვილად ყველაზე დიდი დრო აქტივებს დაეთმობა, ყველაზე დიდი დრო ჩვენ აქტივებში ყველა ჯგუფს საცალკე თემას უთმობთ, მაგრამ ვალდებულება მთლიანად ერთ თემაში ისწავლება, კაპიტალი ერთ თემაში ისწავლება და შემოსავლები და ხარჯები ერთ თემაში ისწავლება. იმიტომ რომ ჩვენ ვერაფრით ვერ მოვახერხებთ აქტივების ისე გავლას, თუ არ შევეხებით ვალდებულებას, კაპიტალს, შემოსავლებს და ხარჯებს. ესე იგი, აქტივების გავლის დროს გამოგვივა ჩვენ, რომ ძირითადად გავდივართ დანარჩენსაც. ოღონდ მე იქ თემებში თავს უყრით იმ საკითხებს, რომელიც გავიარეთ და რაღაც ჩარჩოებში ვაჯერთ. ვალდებულებაში, კაპიტალს, შემოსავლებს, ხარჯებს, თორე სინამდვილეში აქტივებთან ერთად გავდივართ ჩვენ იმას, იმიტომ რომ ცალმხარეზე ორადი ჩაწერა არა გვაქვს. ვერაფრით ვერ ავსახავთ მარტო აქტივს, თუ იქ მეორე მხარეებიც არ იქნა გარკვეული. ამიტომ ჩვენ როცა გავდივართ აქტივების თემებს, ამ ნაწილში თქვენ ძირითადი მოთხოვნები გექნებათ აქტივებში უნდა ჩავმაგდეთ ძალიან ესე ფუნდამენტურად უნდა დავჯდეთ ამ საკითხებში. როცა გადავივლით ამ საკითხებს, თქვენ შეიძლება ვალდებულების და კაპიტალის შემოსავლების ხარჯების ნაწილში რაღაც შეცდომები დაუშვათ. ამასთან როცა გამოვიყენებთ, მაგრამ გეპატიოთ, თუმცა აქტივებს როცა ავივლით და გადავალთ მეორე მხარეზე, ვალდებულება, კაპიტალის შემოსავლები, ხარჯები და დავიწყებთ იმათ განხილვას, თქვენ მერე უკვე აქტივებში, ისინიც ხო აქტივებთან ერთად იქნება განხილული, იქ უკვე აქტივებში შეცდომების დაშვება აღარ გეპატიებთ. ანუ ეს საკითხი უკვე გავლილია და ყველა ფუნდამენტური საკითხი თქვენს მიერ იქნება შესწავლილი. აი ასეთი მეთოდი გვექნება. ამიტომ რაღაცებს მანამდე პატიობთ, მაგრამ დადგება დრო, რომ უკვე აღარ პატიობთ იმ შეცდომას, უკვე აღარ უნდა დავუშვა. ანუ რაღაცა ვერ გაგვიგია, როცა იმ შეცდომას უშვებთ. დავიწყოთ აქედან. რა არის აქტივი? მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ განმარტების ძირითადი საკითხები გესმით. ეს არისო? განკარგულება შეარსებული, მატერიალური ან არამატერიალური, რესურსი, წარსულში მომხდარი მოვლენის მომხდარი, მომავალში ელოდება, კი ბატონო, მომავალში ელოდებით სარგებას. თვითონ აქტივები იყოფა მოკლევადიან და გრძელვადიან აქტივებად. ესეც გავლილი გვაქვს მეტაკლებად და ვიცით რომ მოკლევადიანი აქტივები არის 1000-ებში ანგარიშებში გამოხატული, გრძელვადიანი აქტივები არის 2000-ებში გამოხატული. მოკლევადიან აქტივებში გვაქვს ფულადი სასრები და მათი ექვივალენტები, მოკლევადიანი ინვესტიციები, მოკლევადიანი მოთხოვნები, სასაქონლო მატერიალური მარაგი, წინასწარ გაწეული ხარჯი, დარიცხული მოთხოვნები. სხვა მიმდინარე აქტივები. გრძელვადიან აქტივებში განიხილება ძირითადი საშუალებები, გრძელვადიანი მოთხოვნები, გრძელვადიანი ინვესტიციები,
არამატერიალური აქტივები. რაც მე ახლა აქ ჩამოვთვალე, ეს არის ჯგუფები, აქტივების ჯგუფები და ვიცით, რომ ჯგუფებში კიდე შიგ გვაქვს ცალ-ცალკე ინფორმაციები, რომელსაც ანგარიშებზე გამოვხატავთ, ხო? ჩვენ თემებს როცა გავივლით, აი ამ ჯგუფების მიხედვით გავივლით თემებს. ფული, ინვესტიცია, სასაქონლო მარაგი და ასე შემდეგ. ნუ ხა იქ თანმიმდევრობაზე ჩვენ შევთანხმდებით, როგორ დავალაგებთ ამ თანმიმდევრობას, მაგრამ ძირითადად გვექნება ამ ჯგუფებით გავლა. ესე იგი ჩვენ ვამბობთ, რომ მოკლევადიანია აქტივები, აი ამ ჯგუფებში შემავალი და ესენი გახლავთ ფული, ინვესტიცია მოკლევადიანი, მოთხოვნები მოკლევადიანი, მარაგი, წინასწარ-გაწეული ხარჯი, დარიცხული მოთხოვნა, სხვა აქტივები. გრძელვადიანებში გვაქვს ძირითადი საშუალებები, გრძელვადიანი მოთხოვნები, არამატერიალური აქტივები, გრძელვადიანი ინვესტიციები. ესენია გრძელვადიანი აქტივები. ეხლა ჩვენ ვიცით განმარტებიდან გამომდინარე რა არის აქტივი. აქტივისგან, ნებისმიერისგან მომავალში ველოდები ეკონომიკურ სარგებლობას. აი ამით არის გამოყოფილი ეს ვადა, როდის იქნება ეს მომავალი. თუ კი ეს მომავალი ერთი წლის განმავლობაშია, მაშინ მოკლევადიანი ასეთი აქტივები, თუ კი ეს მომავალი ერთ წელს შორდება, მაშინ გრძელვადიანი. ესე იგი, აი ამ ვადის მიხედვით, პერიოდის მიხედვით აქტივების დაყოფა შედარებით მარტივი საკითხია. მაგრამ ჩვენ არა მარტო ამის მიხედვით გვაქვს აქტივების დაყოფა. აქტივები შეიძლება დავყოთ ეკონომიკური არსით, ეკონომიკური დანიშნულების მიხედვით. ის შეიძლება დაიყოს საბრუნავ საშუალებებად და გრძელვადიან აქტივებად. ანუ იქ გქონდა ასეთი ტერმინი: მოკლევადიანი აქტივები, გრძელვადიანი აქტივები და აბსოლუტურად მხოლოდ პერიოდით იყო განსაზღვრული ეს. მაგრამ ეხლა თავისი არსით თუ ჩავიხედავთ ამაში, რას ნიშნავს საბრუნავი საშუალებები და რას ნიშნავს გრძელვადიანი აქტივები. გვეხმარება განმარტება, რომ საბრუნავი საშუალებებიო, რა შედის ამაში? ჯერერთი თვითონ ტერმინი საბრუნავი საშუალებები. ეს რაღაცაზე ხომ იმანიშნებს. ანუ საშუალებები, რომელიც ამისთვის არსებობს, რომ მან უნდა იბრუნოს და აი ეს ბრუნვა კიდე რას გულისხმობს? ჩვენ უნდა მივაკითხოთ პირველ თემებს, სადაც აი ამ ეკონომიკურ ბრუნვაში იგულისხმებოდა წრებრუნვა, თვითონ საშუალებებისა ფული, საქონელი, მარტივი ესაა ფული, საქონელი, ფული, მაგრამ ცოტა უფრო რთული იყო ფული, დაუშვათ სასაქონლო მატერიალური მარაგი, მერე იქ დაიხარჯოს ეს, იწარმოოს პროდუქცია, გავყიდო, წარმომეშვას დებიტორი, დებიტორმა დამიფარო, შემოვიდეს ფული და მერე ისე ვიწყებოდა ახალი ციკლი. ანუ აი ამ ბრუნვაში აუცილებლად ღებულობს მონაწილეობას, ესენი გახლავთ საბრუნავი საშუალებები და მის სხვადასხვა ფაზაზეა ის გამოხატული, მაგრამ აი ეს ბრუნვა ძირითადად ერთ საანგარიშგებო პერიოდში ან ერთ საწარმო ციკლში ხორციელდება. გეტყვით ამის თაობაზე რა იგულისხმებოდა ამაში. საბრუნავი საშუალებები გახლავთო ფულადი და სხვა საშუალებები ან რესურსები, რომლებიც გათვალისწინებულია ფულად ქცევისათვის, დააკვირდით, ფულად ქცევისათვის, ან გასაყიდად, ან მოხმარებისათვის ნორმალურ საოპერაციო ციკლის განმავლობაში. საბრუნავი საშუალებები იყოფა მონეტარულ საბრუნავ საშუალებებად და არამონეტარულ საბრუნავ საშუალებებად. რა განიხილება მონეტარულ საბრუნავ საშუალებებს? ახლა მონეტარული მონეტასთან გვაკავშირებს, ხო? ანუ რაღაც ფულად ნომინალთან არის დაკავშირებული, თუმცა აბსოლუტურად მხოლოდ ფული არ განიხილება ამაში განიხილება ფულადი ერთეულის მთლიანი მსყიდველობითი უნარის ფიქსირებული თანხა, რომელიც განკუთვნილია და ხელმისაწვდომია მიმდინარე საოპერაციო ციკლის, ან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გამოსაყენებლად. ეს გახლავთ ფული და მისი მოთხოვნის უფლებები. არა მარტო ფული, არამედ ფულის მოთხოვნის უფლებები, ანუ მოთხოვნები. ფული და დებიტორები, დიახ, ფული და დებიტორები. რატომ? იმიტომ რომ ფული თავისთავად ფულია და ის უკვე გამზადებულია როგორც საშუალება იმისათვის რომ გამოვიყენო მე ის ფულის დანიშნულება რაც არის მისთვის, მაგრამ თვითონ დებიტორი რატომ არის გაიგივებული ამასთან? დებიტორი არის ერთი ნაბიჯი ფულამდე. იმიტომ რომ ყველა დანარჩენი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. საქონელი ნაწარმოებია გაყიდულია, ფაქტიურად გარიგება მომხდარია და ერთი ნაბიჯია სახელშეკრულებრივი პირობიდან გამომდინარე, რომ
უნდა დადგეს ის პერიოდი, როცა ის გადამიხდის. ანუ ამას საწარმოს მიერ არანაირი დანახარჯის გაწევა და ძალისხმევა უკვე აღარ ჭირდება, რომ ის გადაიქცეს ფულად. და იქ არის პერიოდი მოსასვლელი, რომლის დროსაც ის უკვე გახდება ფული. და თუ კი ეს ერთ საწარმო ციკლში, ან ერთ სანგარიშგო პერიოდში ხდება, ის უკვე ფულია თავისთავად და ამიტომ ფულად საშუალებებში, ანუ მონეტარულ საბრუნავ ფულად საშუალებებში ზოგადად, მაგრამ მონეტარულ საბრუნავ საშუალებებში შედის. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე არა მონეტარული საბრუნავი საშუალებებიც. ასეთი საბრუნავი საშუალებები გახლავთ რესურსი ან მოთხოვნა, რომლის ფულად ქცევის დრო ან ოდენობა წინასწარ ზუსტად არ არის ცნობილი. აი როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ფულზე, მისი ნომინალის გადათვლით ვიცით რამდენი გვაქვს ეს ფული. როცა ვლაპარაკობთ დებიტორზე, იქ აბსოლუტურად განსაზღვრულია რამდენი მაქვს მე მისაღები. მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ საბრუნავ საშუალებებს, ამიტომ არის ისინი მონეტარული. რაც შეეხება დანარჩენ საბრუნავ საშუალებებს, მე ან დრო არ ვიცი აბსოლუტურად ზუსტად როდის იქნება ის ფული, ან ოდენობა არ ვიცი აბსოლუტურად ზუსტად რამდენი ფული იქნება ეს. და ასეთ საბრუნავ საშუალებებში განვიხილავთ ინვესტიციებს სხვა საწარმოს ჩვეულებრივ აქციებში, სასაქონლო მატერიალურ მარაგს, წინასწარ გაწეულ ხარჯს. აი ესენი არ არის აბსოლუტურად განსაზღვრული დროში, ან აბსოლუტურად განსაზღვრული ფულის მოცულობაში თვითონ, რამდენი იქნება. რა თქმა უნდა, განუსაზღვრელი არ არის ეს და მე ვიცი რატომ ვაკეთებ თქვათ ამ დანახარჯს, მაგალითად ავიღოთ მარაგი. მარაგი რომ ვიყიდე, რა თქმა უნდა, ის კია განსაზღვრული, რამდენიც დავხარჯე, მაგრამ რამდენს მივიღებ მისგან. ეს აბსოლუტურად განსაზღვრული არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ბაზარზე ვარ დამოკიდებული. მეტნაკლებად განსაზღვრული მაქვს, როცა ვიყიდე, რამდენად გავყიდიდი. მაგრამ ეს მაინც არის იმ დროზე დამოკიდებული, როცა მას გავყიდით. თანაც კიდე მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღეში ზუსტად ამდენი ფული მექნება მარაგისგან. ეს არ არის დროშიც განსაზღვრული ზუსტად. აქედან გამომდინარე, ის არის საბრუნავი საშუალება. მაგრამ ის არ გახლავთ მონეტარული საშუალება, იმიტომ რომ ზუსტად დროში და ზუსტად მოცულობაში ვერ იზომება ფულში. მიმიხდით და მონეტარული საშუალებას არ უნდა ქონდეს ეს პრობლემა, ის უნდა იზომებოდეს ფულში, ზუსტად დროში და ზუსტად მოცულობის მიხედვით. და ეს არის თვითონ ფული და მოთხოვნები, რომელიც უკვე გაზომილია ასე, რომ უნდა მოვიდეს ამ დროს და უნდა მოვიდეს ამდენი. ეს ჯერ ერთი მასეთი გამონაკლისები ჩვენ გვექნება, რომ ჩვენ თუ გარიგება გვაქვს, მაშინ ფულით თუ არ შემოვა, ის უნდა იყოს ბარტერი ცალკე და ბარტერი უმეტეს შემთხვევაში მაშინვე ხდება და არა წინასწარ ხდება. ისე ჩვენ შევეხეთ ამ საკითხს, შევდივართ თემაში და ჩვენ ვიდრე მივიდოდით ფულამდე, ჩვენ დავყავით მთელი აქტივები პერიოდის მიხედვით. მიმდინარე და გრძელვადიან აქტივებად და ეკონომიკური არსის მიხედვით საბრუნავ საშუალებებად და გრძელვადიან აქტივებად. საბრუნავ საშუალებები კიდეში დავყავით მონეტარულ საბრუნავ საშუალებებად, ანუ ფულად და მალევე რომ იქნება ფული და მისი გაზომვა შეიძლება დროში და მოცულობაში სწორად და არამონეტარულში, რომელიც არ არის ფული ეხლა, მაგრამ არც ზუსტად გაზომვა არ შემიძლია მისი ან დროში, ან მოცულობაში და ამიტომ არამონეტარული, თუმცა საბრუნავი საშუალებებია ისინიც. ფულადი სახსრები, ანუ ახლა კიდე უფრო კონკრეტულად ფულისკენ მივდივართ, უფრო ახლოს ფულისკენ მივდივართ, ანუ უახლოვით ამ გზას. ფულადი სახსრები რა არის და არა მარტო ფულადი სახსრები, არამედ მათი ექვივალენტები. რა შედის ამაში? ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების ექვივალენტები. ფულად სახსრებში შედის ბანკნოტები და მონეტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში. ყველას გვაქვს ჯიბეში და ყველა ვიყენებთ ყოველწელს, ხო? ბანკებში ანგარიშებზე რიცხული თანხები. აი ის პირველი თვითონ ნომინალში ხელში რომ მიჭირავს, ის ბანკნოტები და მონეტებია, მაგრამ აი ეს ბანკებში ანგარიშებზე რიცხული თანხები და ჩვენ ჯერ სალაროს ოპერაციებს განვიხილავთ და მერე ბანკების, მაგრამ თაშვე უნდა ვიცოდეთ, რომ ბანკში რომ ფული გვიდევს, ციფრით რომ არის გაზომილი, იმის უკან, რა თქმა უნდა, იმდენი ფული ნომინალში არ დევს. ანუ ბანკნოტებში იმდენი ფული არ დევს და არ არსებობს ამდენი ფული ეკონომიკაში, რაც აღრიცხვაშია ბანკებში, ხო? ამ საკითხებზე ცოტა მერე ვისაუბრებ. ესე იგი, ჩემთვის ის ფულადი სახსრებია, ბანკნოტები და მონეტები, რომელიც რეალურად დევს და მეორე ბანკებში ანგარიშებზე აღრიცხული თანხები, ციფრით რაც არის გაზომილი, ისიც ფულია ჩემთვის. მე რომ დამჭირდეს, იქიდან ნამდვილად ფულს გამოვიტან. მაგრამ
ყველასო დაჭირდეს ერთდროულად, რა თქმა უნდა, ასე არ მოხდება, ხო? ანუ ეს ჩემთვის ფულია. საბანკო ოვერდრაფტი თუ ის მოთხოვნისთანავე ექვემდებარება განაღდებას და კომპანიის ფულადი სახსრების მართვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მე გითხარით, რომ ჯერ სალაროს ოპერაციებს განვიხილებთ და მერე ბანკის და ბანკში ხდება ეს და იქ ჩვენ ამას განვიხილებთ, მაგრამ აი ეს ტერმინი ოვერდრაფტი ამოგივარდათ ეხლა, ხო? ცოტა მძიმედ ახსნით ამ საკითხებს. ესე იგი, რა განიხილება ფულში? ფულში განიხილება ბანკნოტები და მონეტები, საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები და საბანკო ოვერდრაფტები. ფულადი სახსრების ექვივალენტები. ესენი გახლავთ მაღალი ლიკვიდური მოკლევადიანი ინვესტიციები, რომლებიც დაუბრკოლებრივ გადაიცვლება ნაღდი ფულის წინასწარ ცნობილ ოდენობაზე, ღირებულების შეცვლის რისკი უმნიშვნელოა. აქვს დაფარვის მოკლე ვადა შეძენიდან 3 თვიან ნაკლები. ეხლა რაც შეეხება აი ამ ფულადი სახსრების ექვივალენტებს, ჩვენ კი ვისწავლით ამ საკითხს, მაგრამ პრაქტიკაში არ მოგვიწევს ამ საკითხზე მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენთან რეალურად ესეთი ექვივალენტები ბაზარზე არ არის. ანუ არ მოგვიხდება აღრიცხვაში ამის წარმოება, ვიდრე არ გაჩნდება ეს ბაზარზე. ეს გახლავთ ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც აი ღია ბრუნვაშია, ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე არსებობს, იყიდება, ყიდვა-გაყიდვაშია და გინდა ეს ქაღალდი მქონია მე საწარმოში, ნომინალში, გინდა ფული მქონია. აი ფულთან შედარებით ცოტა ქვედა საფეხურზე, იმიტომ არის თვითონ ეს ქაღალდი ფულად რომ ვაქციო, გადაცვლა ჭირდება ფულში, მაგრამ იმდენად უპრობლემოა მისი გადაცვლა, იმდენად სწრაფია და იმდენად აი დროში შეუზღუდავია, იმდენად უმნიშვნელოა რისკი ცვლილების, რომ ვერ გადავცვალო და იმდენად უმნიშვნელოა რისკი ღირებულების ცვლილების, ფაქტიურად არ აქვს ღირებულების ცვლილება. ასეთ შემთხვევაში ეს უთანაბრდება ფულს. თუ ასეთი ფასიანი ქაღალდები მექნება. ხა ჩვენთან არა გვაქვს ეს, მაგრამ სადაც არის, იქ ნამდვილად ასეთი ფასიანი ქაღალდები თითქმის ფულია და იცით რა შანსი და შესაძლებლობაა ეს? საწარმოს ის ფულიც კი, რომელიც იცის რომ მალე დაჭირდება და საბანკო ანგარიშებზე, დეპოზიტებზე ვერ დადებს, იმიტომ რომ მალე ჭირდება დასახარჯად. აი დეპოზიტებზე თუ დებს, იქიდან ნამეტი მოდის მას. ანუ სარგებელი მოდის, მაგრამ აი ჭირდება ეს ფული და ვერ დადებს ასე სარგებლისთვის, აი ასეთი ფულიც კი შეუძლია გადაცვალოს ასეთ ბანკნოტებში, აი ასეთ ფასიან ქაღალდებში და ისე დაიჭიროს ხელში როგორც ფული. და აი ამ ფასიან ქაღალდებიდანაც მოდის სარგებელი. ესე იგი, მას აქვს შანსი, რომ ის, რასაც ვერ დებს დეპოზიტებზე და არ მოდის იქიდან სარგებელი, მოუვიდეს ასეთ ფასიან ქაღალდებიდან და არ აცდეს თუნდაც იმ ერთ თვეს. და ერთ თვეში დასახარჯი რომ აქვს ის ფული, აი იმას ფასიან ქაღალდების სახით იდებს და მე როცა დაჭირდება, უცებ გადაცვლის ამას და გამოიყენებს ფულად. ამიტომ ასეთ ფასიან ქაღალდებს შესაბამისი სტანდარტი აკუთვნებს ფულად სახსრებს. ანუ ფული და ფული არ ამბობს, რომ ფულიაო, მაგრამ ფული და ფულის ექვივალენტიო. ანუ ფულთან გათანაბრებული, ფულის ტოლიო. ასე ამბობს. ახლა ჩვენ ამას ვისწავლით, მაგრამ გითხარით, რომ ჯერჯერობით ვერ გამო. ისე ძალიან კარგი რაიმეა, თუ გექნება ამის შანსი და მალე განვითარდება ეს ბაზარი. ეხლა ყველაფერს ერთად ვერ მოვითხოვთ, რა თქმა უნდა და ეს არის ის ბაზარი, რომელსაც ვერაფრით, ვერავინ ქვეყნის გულზე ხელოვნურად ამას ვერც განავითარებს და ვერც წარმოქმნის. ეს თვითონ ეკონომიკა უნდა მივიდეს იმ დონეზე, თვითონ საწარმოები ორგანიზაციები უნდა განვითარდეს და შეიქმნას ასეთი შესაძლებლობა და სურვილი და აი მერე ხდება და მერე ვერც ვერავინ გააჩერებს. მერე არ ჩერდება ეს პროცესი. ოღონდ უნდა მივიდეთ იქამდე და თუ კი მივალთ და მალე ალბათ უნდა მივიდეთ, მაშინ რა თქმა უნდა დაგჭირდება ეს ინფორმაცია. აუცილებლად. ესე იგი, რა არის ეს ფასიანი ქაღალდებიო? ანუ უბრალოდ ფულადი სახსრების ექვივალენტები გახლავთ, მაღალი ლიკვიდური ინვესტიციები, ანუ ის ფასიანი ქაღალდები, რომელიც ფულის მისი გადაცვლის რისკი დაბალია, გადაცვლის დრო განსაზღვრულია და ნომინალიც განსაზღვრულია მისი. ამიტომ ვაკუთვნებთ ფულად ექვივალენტებს. საწარმოებში, ორგანიზაციებში როგორ უნდა იმართოს ფულადი სახსრები? აი ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ. ყველა საწარმოს ორგანიზაციას აუცილებლად
დაჭირდება და აქვს კიდეც ფული. ანუ ფული თვითონ ნომინალში ფული, ამაზე გესაუბრებით. თორე რა თქმა უნდა, ფულად ღირებულებაში შეფასებული აქტივების გარეშე საწარმო და ორგანიზაცია საერთოდ პირი არ განიხილება, ხო, აუცილებლად ექნება რაღაც ქონება, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულად ფულზე. ეხლა რატომ ფული? თქვენ იცით ფულის ბევრი დანიშნულება, ელემენტარულად ჩვენ ყველა ვიყენებთ მას და გადახდის უნარი რომ აქვს მას, ანგარიშწორების, გაცვლის და ეს ნიშანი მისი ეს უდაოა და ამისთვისაც არსებობს, ხო? ამიტომ ჩამოყალიბდა თვითონ ამ ეკონომიკურ გარემოში, თვითონ იმიტომ გაჩნდა ფული, როგორც ასეთი, ამის საშუალება, მაგრამ რა თქმა უნდა ამ დანიშნულებით იყენებს მას საწარმო. მას ყველაფერი უნდა საბოლოო წერტილამდე უნდა მიიყვანოს ციკლში, რაო? იყიდოს, ბოლოში გაყიდოს. და იმ იყიდო-გაყიდოში ერთი ადგილი, ერთი სახე, რომელშიც უნდა გადავიდეს ეს პროცესი, არის ფული. ანუ ფულის პროცესს მეტნაკლებად ყველა აქტივი გაივლის ადრე თუ გვიან. ამ პროცესში, ამ სახეში ყველა გადავა ადრე თუ გვიან. და რა თქმა უნდა, ამიტომაც საწარმოებს ჭირდება ფული, მაგრამ ბევრი ფული თუ აქვს საწარმოს, ზოგადად თუ აქვს ბევრი ქონება, ფულად ღირებულებაში გაზომილი, ეს კი არ არის ცუდი, მაგრამ ბევრი ფული თუ აქვს, თვითონ ნატურალურად ფული ნომინალში ფული, არ შეიძლება თქვა, რომ ეს ძალიან კარგია. გააჩნია, რატომ აქვს მას ეს ფული ბევრი. ეს იმიტომ, რომ ფულია ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივიო ჩვენ კი ვთქვით, მაგრამ თუ ფული არის და მეც არაფერს აკეთებ, ანუ თუ ფული თვითონ მის აი ამ შიშველ ფორმაშია, ფულად სახეშია, მაშინ ის ყველაზე სუდად გამოყენებული აქტივია. ანუ ფული მაშინ არის ყველაზე კარგი აქტივი, როცა იმის საშუალებით ჩვენ დროში საჭირო ოპერაციებს ვახორციელებთ და მოგვაქვს საბოლოო შედეგი. მაგრამ თუ ფული ზოგ ადამიანს პიროვნებასაც უყვარს ასე რომ დააგროვოს და დადოს, ხო? აი უყუროს, აი უყურებს და ეს, მაგრამ ბიზნესში ეს დამღუპველია. ხო? ფულს ყოველთვის უნდა ქონდეს შესაბამისი ოდენობა და შესაბამისი ადგილი და მისი მთავარი მიზანია მომიტანოს ნამეტი. და არა ის რომ მე აუცილებლად ვაგროვო ეს ფული. ამიტომ ბიზნესში თუ ცოტა ფული გამოიყენება მის ნატურის სახით, ნომინალის სახით და მის ამ სახეში ცოტაა გაჩერებული, ეს არ ნიშნავს ჯერ კიდევ იმას, რომ ეს ბიზნესი ცუდად მუშაობს. პირიქითაც შეიძლება ეს ბიზნესი ძალიან კარგადაც მუშაობდეს, რომ მან ყოველთვის იცის ზუსტად იმდენი, რამდენი ჭირდება აუცილებლად და იმაზე მეც ის ფულად ფორმაში არ აჩერებს. აი ამის მართვა და დაგეგმვა ხათლათ მარტივი რომ არ იქნება, ამას რა თუნდა თქვა, მაგრამ აბა ჩვენ რისი სპეციალისტები ვართ ბოლოში? ჩვენ ფულის სპეციალისტები ვართ საბოლოოდ მაინც, ფინანსური მენეჯერები. საბოლოო ჯამში მაინც ამის სპეციალისტები ვართ. სად უნდა იყოს, რა უნდა იყოს, რამდენი უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს ეს ფული, აი ამას გეგმავთ და ამას ვაანალიზებთ საბოლოო ჯამში და რეალურადაც ფულით იწყება ყველა ბიზნესი და ფულით თავდება. რეალურად ამ აქტივით არის საწყისი და ბოლო. და თავისთავად ეს ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, ჩვენ ფულადი სახსრების რეგულირება როგორ ხდება ჩვენ ქვეყანაში, აი ამ საკითხზე უნდა მიმშევდეთ. საწარმოში ფულადი სახსრების მართვის რეგულირება. ახლა მარტივად რომ ვთქვათ, რა თემას ვეხებით? რამ კარნახობს წესებს, როგორ უნდა მართოს საწარმოში ფული, როგორ უნდა მოახდინოს ასახვა, აღრიცხვა, რაც დადგენილი წესები არსებობს. აი ამაზე გვექნება საუბარი. და რას არ მკარნახობს თქვათ ეს წესები და რასაც არ მკარნახობს, იქ როგორ მოიქცე. კონკრეტულად შეხვედით საწარმოში და დაგევალათ ამ საქმიანობის გაძღოლა. როგორ გავაკეთო ეს? ანუ რითი ვართ შეიარაღებული? რის რეკომენდაციას გაძლევთ? რითი იხელმძღვანელოთ? რა გამოიყენოთ? ჩვენ ვიცით რომ ყველა საწარმოს თავისი ფუნქციები გააჩნია, თავისი მიზნები გააჩნია და აქედან გამომდინარე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რამდენი ფული უნდა გამოიყენოს მან, რა დანიშნულებით უნდა გამოიყენოს. გადაწყვეტილებას იღებს არა მარტო იმის მიხედვით, რომ რა ჭირდება, რამდენი შეუძლია. ასე არ არის ყველა საწარმოს, რამდენი ჭირდება, იმდენ დაფინანსებაზე მიუწვდება ხელი, ხო არ არის ასე? ამიტომ
ეს იქნება ინდივიდუალური მაინც ყველა საწარმოში. ამიტომ თქვენ ზოგადი წესები უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ ამ ნაწილში, თორე კონკრეტულად რომ შეგძამდებით იქ სადაც შეხვალთ. იქ იქნება ეს საკითხი მოწყობილი გარკვეული წესი. მაგრამ თქვენ უნდა შეგეძლოთ, გაარკვიოთ, რა წესით არის მოწყობილი ეს საქმიანობა აქ და ეს წესები ეთანხმება თუ არა მარეგულირებელ ნორმებს, კანონებს, წესებს, სტანდარტებს. ეს წესები საიდან ამოდის, თუ ეს არ არის განსაზღვრული ამ კანონებით, ნორმებით, სტანდარტებით, მაშინ საიდან მოვიდა ეს წესები? ეს შეიძლება იყოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მენეჯმენტის გამოცდილებიდან გამომდინარე, და გარედან, გარეთა მენეჯმენტის გამოცდილებიდან, ანუ შესაბამისი სწავლებიდან გამომდინარე. ამიტომ თქვენ პირველ რიგში უნდა შეგეძლოთ მისი შეფასება, თუ რაიმე წესი არ არის სწორად განსაზღვრული, შეიძლება ამაში ჩაერიოთ კიდეც და დააყენოთ ეს წინადადებები, რომ მოაწესრიგოთ ეს საკითხი. მაგრამ ამისთვისაც უნდა იცოდეთ, რომელია უმჯობესი. კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩვენ აქ ვერაფერს ვერ გასწავლით ერთ წესს, რომლითაც თქვენ აი ასე შეიარაღდებით და მიხვალთ, თუ არ დამხდება ისეთი, მე ვიცი რომ ეს უნდა იყოს. ასეთი ერთი წესი არ არსებობს. ძირითადად არ არსებობს ჩვენთან ეს აღრიცხვაში და კონკრეტულად ფულის აღრიცხვის საკითხში, მაგრამ არსებობს რაღაც წესები, რომელიც მაინდამაინც ისე უნდა იყოს და ვერ შეცვლით. გასაგები არის, ამიტომ უნდა გავერკვეთ პირველ რიგში რა არის ასეთი წესები, მეორე რა არ არის თქვათ ასეთი და რა შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს და ან მესამე საერთოდ არ არის განსაზღვრული წესი და მე როგორ მოვახერხო ახლა ამის ჩამოყალიბება. ზეგ სამივეზე მოგიწევს მუშაობა. ფულადის საშუალების რეგულირებისთვის რა ინსტრუმენტი გვიჭირავს ხელში? ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი ნომერი 7 ეს გახლავთ ფულადი ნაკადების ანგარიშგება. საერთოდ თელ ჩვენ ინფორმაციას ფულის მოძრაობის შესახებ. ფული როგორ მოძრაობს საწარმოში, როგორ შემოდის, როგორ გადის. აი ამას აქვს სხვადასხვა დატვირთვა, რატო უნდა გამოვიყენო მე რაღაც წესები იმისათვის, რომ ავსახო ესენი, ან რა წესებით უნდა ავსახო. ამას აქვს სხვადასხვა მოხმარება. აქედან გამომდინარე, ყველას რა კუთხითაც უნდა მოიხმარონ ეს ინფორმაცია, შესაბამისი დოზით უნდა მივაწოდო ინფორმაცია. მე რომ ინფორმაცია მივაწოდო, ინფორმაცია ჩაწერილი უნდა მქონდეს იმ წესებით. მე მთელი წელი უნდა ვწერო ამ წესებით, ბოლოს რომ ვიღაცას მივაწოდო რაიმე. მე ხო ვერ მოგუნდები და მე ხო დავიწყებ ამის ჩაწერას. ოპერაციები, რომელიც უკავშირდება ფულს, ძალიან ხშირად ხდება საწარმოში და ამაზე ხშირად თითქმის არაფერი არ ხდება საწარმოში. ეს ყველაზე ხშირად გამეორებადი ოპერაციებია. ბევრი ოპერაცია იქნება ასეთ, რომელიც ფულს დაუკავშირდება. ამიტომ თუ მე თავის დროზე ჩაწერის დროს არ ვიცი ეს წესები, ბოლოს ვერაფერს ვერ ვიგებ. მაშინ უნდა გავითვალისწინო ეს. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი ნომერი 7, რომელიც ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგების მომზადების წესებია, ის რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს. და იმ მოთხოვნებს გვიყენებს არა აღრიცხვისთვის, არამედ იმ ანგარიშებისთვის, რომელიც ბოლოს უნდა მოამზადო. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტი, ფულადი სასწრების მოძრაობის ანგარიშგება. აი ამ სტანდარტის მოთხოვნების საფუძველზე დგება. და ეს სტანდარტი მეუბნება რა ინფორმაციები უნდა იყოს იქ. და მე თუ ვიცი სტანდარტი, რომელიც კარნახობს რა ინფორმაციები უნდა იყოს იქ, ეს უკვე ირიბი კარნახია იმისა, რომ შენ იქ ვერ გექნება ეს ინფორმაციები, თუ აღრიცხვაში 100 არ გექნება მოწესრიგებული ესენი, 100 არ გექნება დაყოფილი. მაშინ ვერც იქ ვერ ჩამიწერ, ხო? ანუ ერთი კარნახი ეს არის, რომ ფინანსურ ანგარიშგების კომპონენტში, ფულად ნაკადებში, როგორ უნდა გამოსახო მე ინფორმაციები, ის საფუძველი უნდა მქონდეს აღრიცხვაშიც. ანუ აღრიცხვაშიც ისე უნდა მქონდეს დალაგებული ფული. გვაქვს სხვა მარეგულირებელი დოკუმენტებიც. საქართველოში არსებობს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ და თქვენ გაგიგიათ ახლა რომ საქართველოში არსებობს ესეთი ეროვნული ბანკი. და ეროვნული ბანკს თავისი ფუნქციები აქვს და ჩვენ ვიცით რომ ეროვნული ბანკის გარდა არსებობს კიდე ბანკები, კომერციული ბანკები არსებობს, ხო? იმათ კიდე თავიანთი ფუნქციები აქვს. საფინანსო ბაზარზე გარდა ბანკების არსებობს სხვა კომპანიები, სხვა დაწესებულებები. მაგალითად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები და ასე შემდეგ. ანუ აი ამ საფინანსო ბაზარს სხვადასხვა ინსტიტუტი წარმოადგენს. და რადგანაც ეს ეკონომიკაში და ზოგადად ქვეყანაში ფულის ბრუნვის საკითხებს უკავშირდება და ძალიან სერიოზულად არიან ესენი ჩართული ამ საკითხში, აუცილებელიც არის და ყველა ქვეყანაში ასეა და ჩვენ ქვეყანაშიც ასეა, რომ სახელმწიფო რეგულირება ხდება გარკვეული დოზით ამისი. მე ხა თქვენი სახეები მაკონტროლებიებს იმას, სად ვამბობ ცოტა რთულად და სად ცოტა მარტივად და ეხლა როგორც კი ვახსენე სახელმწიფო რეგულირება ცოტა გაგიჭირდა. ანუ რას გულისხმობს სახელმწიფო რეგულირება?
სახელმწიფო რეგულირება გულისხმობს, რომ შენ კი არ არეგულირებ, ანუ შენ კი არ განსაზღვრავს შენი ჭკუით როგორ გააკეთო ეს. სახელმწიფოებრივ დონეზე ხდება ჩარევა, რაღაცის კარნახი. და გეუბნებიან, ეს რაღაცა უნდა გააკეთოთ ყველა მასზე. რაზეც არ გეტყვი, ის დანარჩენი გააკეთე, შენ როგორც გადაწყვეტავ, ისე თუ რაიმე კიდე სხვა რამე არ კარნახო. ანუ სახელმწიფო რეგულირება გულისხმობს ყველასთვის ისე უნდა იყოს. მე არის მაგალითად სტანდარტი ნომერი 7, რომელიც თქვათ რაღაც საკითხებს ამარი მირეგულირებს. კიდევ თქვათ რაღაცა და რაღაც. ანუ სახელმწიფო რეგულირებაზე როცა ვლაპარაკობ და ასეთი საქართველოს კანონი განსაზღვრავს მას, ანუ საქართველოს კანონი ნიშნავს, რომ განსაზღვრავს ის თქვენი საქართველოსთვის ამას, ვინც ამ სფეროშია ჩართული. მაშინ ის ყველა კომპანიამ ისე უნდა შეასრულოს. ანუ როცა შეხვდება ჩვენ ისეთი საკითხები, რომელზეც ვიტყვით, რომ ეს რეგულირდება კანონით, აი ის უნდა განხორციელდეს ყველგან ისე. და ასეთი კანონი არის საქართველოში, რომელიც არეგულირებს ეროვნული ბანკის საქმიანობას და თავად ეროვნულ ბანკს განსაზღვრული აქვს ამ კანონით ფუნქციები ფულად საკრედიტო სისტემის რეგულირებისა საქართველოში. ანუ თვითონ ეროვნული ბანკის კანონმდებლობით შეიარაღებულია თვითონ ეს სტრუქტურა და იმ სტრუქტურას აქვს გადაცემული ეს უფლებამოსილება დაარეგულიროს აი ესეთ ფულად საკრედიტო სისტემა საქართველოში გარკვეული დოზით, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს კანონი არ განსაზღვრავს შენ საწარმოში, შენ ფული აქ დახარჯო, აქედან შემოგივიდეს, იმას ჩაუდო ჯიბეში, ამას არ განსაზღვრავს, მაგრამ ქვეყნის დონეზე, ეკონომიკის ზოგადი ეკონომიკის დონეზე ამას განსაზღვრავს, როგორ უნდა იქნას ეს რეგულირება. რეგულირების ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება მაინც უნაღდო ანგარიშწორების ფორმებს. ანუ შეეხება იმ ინსტიტუტებს, იმ დაწესებულებებს, რომლებიც ჩართული არიან ფინანსურ ბაზარზე, აი ამის ფულის ბრუნვის საკითხში. ძირითადად ამას შეეხება. ანუ უშუალოდ კომპანიებში ძალიან ცოტა რამეს არეგულირებს ეს კანონი. ეროვნული ბანკის ბრძანება 166 ასეთი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების წესების დამტკიცების შესახებ და ჩვენ არაერთი ნორმატიული აქტი გაგვაჩნია და თქვენ შეიძლება ახლა კონკრეტულად ფულის მოძრაობა საწარმოდან ბანკში და საწარმოდან სალაროში, აი ამ მოძრაობებს შეიძლება უშუალოდ ბევრი კანონი არ არეგულირებს, მაგრამ ამ სფეროს, ამ სივრცეს, ფულის მოძრაობის სივრცეს, ფულად საკრედიტო სისტემას არა მარტო ეროვნული ბანკის, სხვა კანონებიც, აი კომერციული ბანკის შესახებაც არის კანონი და ასე შემდეგ, ბევრი კანონები არეგულირებს. ფინანსური კანონმდებლობა, ასე ვთქვათ, ბევრი ფინანსური კანონმდებლობა ამას არეგულირებს. ჩვენ კონკრეტულისკენ მივდივართ, მაინც ასე ჩვენია, ჯერ ზოგადზე ვლაპარაკობთ, მე კონკრეტულისკენ მივყავს საკითხი. გარდა იმისა, რაც მე თქვენ ეხლა გიხსენეთ გარედან რეგულირებადი ნორმატიული აქტები, იგივე სტანდარტი, იგივე ეროვნული ბანკის კანონმდებლობა, კონკრეტულად საქართველოს კანონი. გარდა ამისა, ეს ვერ არეგულირებს ყველაფერს საწარმოში. ამაში ვერ წაიკითხავთ თქვენ კონკრეტულ წესებს, იქ ზოგადი წესებია მაინც. ყველაზე დიდი მარეგულირებელი საწარმოში, ფულის მოძრაობისა და ფულის აღრიცხვისა გახლავთ თვითონ საწარმო სააღრიცხვო პოლიტიკა. ყველაზე დიდი მარეგულირებელი დოკუმენტი ეს უნდა იყოს, რომელიც განსაზღვრულია ფულად საკრედიტო ოპერაციების აღრიცხვისა და ამაშია განსაზღვრული მისი აღრიცხვისა და კონტროლის სისტემა. აი ახლა ამაზე მოგიწევთ ცოტა უფრო დაწვრილებით საუბარი. აი ეს პოლიტიკა სად არის? სად ვიყიდო, სად შევიძინო, ვინ მათხოვებს? არავინ. შენთან უნდა იყოს საწარმოში და თუ არ არის, უნდა შექმნათ. უნდა ჩამოაყალიბოთ. საიდან ყველა ამ წესების, სტანდარტის, კანონების კარგად ცოდნის საფუძველზე, პრაქტიკისა და სხვისი გამოცდილებისა და თუნდაც ამ სწავლების საფუძველზე დაგროვილი ცოდნითა და ინფორმაციებით ყალიბდება ზოგადად, როგორ იმართოს, როგორ ჩამოყალიბდეს პოლიტიკა ფულის მოძრაობისა საწარმოში, მისი მართვისა. აი ამაში ჩვენ გვაქვს გარკვეული წარსული და რა თქმა უნდა, არც ერთი საწარმო ხელიდან არ უშვებს ამ შესაძლებლობას, რომ მისი კონკრეტულად მისი წარსული პრაქტიკა გამოიყენოს. ყველაზე სანდო ინფორმაცია და ყველაზე ახლო მდგომი ინფორმაცია ეს არის შენი. შენ რაც გიკეთებია, ყველაზე კარგი მასწავლებელი ის არის, რომ იმას კარგად შეხედავ, იმას კარგად დააკვირდები, იმ წარსულს გზას. თუმცა ზოგჯერ ბავშვად არ ქონია ეს ოპერაცია და არ აქვს მისი გამოცდილება, ან ახალია საწარმო. ან ახალია სპეციალისტი, ამ დროს ის სხვა სპეციალისტი, სხვა საწარმოს გამოცდილებებს სარგებლობს ამაში.
და ფარმაცევტული სპეციალისტი მიზნის, რომელმაც ალბათ ერთ დროს დაიწყო ეს საქმიანობა და არ ჰქონდა თვითონ გამოცდილება და მოიშველია ვიღაც სხვა სპეციალისტების ან სხვა საწარმოებში ასეთი აღრიცხვის გამოცდილებები. ეს არა ამ თემაში მარტო, არამედ ბევრ თემაში დაგჭირდება ჩვენ. მე გითხარით, ეს ის პროფესიაა, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი წილი და წვლილი მიუძღვის პრაქტიკას. აი ისე არ ყალიბდება ამაში საბოლოო სპეციალისტი. აი ზუსტად ჩვენ ამ პრაქტიკიდან მივიღებთ ბევრ შემოთავაზებას ამ თემაში ახლა აქციის დროს. საიდან ეს ვინ მიდგენს ამას გთავაზობს პრაქტიკა ვერაფერს ვერ დაგიდგენს და თავზე ვერ მოგახოს. შემოგთავაზებს ინფორმაციას და შენი გამჭრეტელობით უნდა აიღო იქიდან შენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხი და შენ უნდა აირჩიო იქიდან შენ რა გინდა. ესე იგი ამაში ბევრი რამე ჩვენ გვექნება გადასაწყვეტი ამ თემაში. სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა ეყრდნობოდეს საკანონმდებლო მოთხოვნებსა და პრაქტიკაში დამკვიდრებულ წესებს. ანუ ამის ერთობლიობა სააღრიცხვო პოლიტიკა. ოღონდ არ გამიგოთ ისე რომ ეს პოლიტიკა თუ კი შეიქმნება, დაიწერება და დაიდება, ეს არ იყოს შემდეგ რაიმე მარეგულირებელი დოკუმენტი. არა, ეს უკვე მარეგულირებელი დოკუმენტია. ეს უკვე ასე ვთქვათ შიგა ნორმატული აქტია. ის უკვე წესი და კანონია იმისთვის თუ კი ამას აწარმო და ამტკიცებში, ეს უკვე წესი და კანონია ამ საკითხის მართვისთვის იმ საწარმოში, ვინც არ უნდა დაჯდეს შემსრულებლად იმ სკამზე, იმისთვის წესია. რამდენად კარგი ცუდი მართებულია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სანამ იარსებობს ეს პოლიტიკა, მანამდე ეს არის იქ არსებული წესი. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვით, თქვენ თუ გახსოვთ, რომ ბუღალტრებს უმეტეს შემთხვევებში ეს წესები და კანონები არა მარტო იმისთვის ჭირდება, რომ შეასრულონ, არამედ იმისთვისაც, რომ თავი დაეშალონ. და უმეტეს შემთხვევაში ამისთვის. და ქმნიან ამას წინდახედულად, პროფესიულად, ხებსაც ჩართავენ ამაში იმისთვის, რომ აი ეს განსაზღვრული წესი ქონდეთ და ამით მერე ახსნან, რატო გავაკეთე ეს ასე. ახსნან, მოიშველიონ სტანდარტი, მოიშველიონ კანონი, მოიშველიონ შიგა პოლიტიკა. ამიტომ უნდა ვიყოთ დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ, როცა ასეთ პოლიტიკას შევქმნით. ეხლა სტანდარტს ჩვენ არ წერთ ამ ეტაპზე და კანონს არ წერთ ამ ეტაპზე, ამას უკვე სხვა სპეციალისტები აკეთებენ იქეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ შეიძლება დავწეროთ სააღრიცხვო პოლიტიკა და ამაში უნდა ვიყოთ დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენს ქვეყანაში ჩვენ გვქონდა გარკვეული ნორმატული აქტი გარედან, რომელმაც იარსება წლების განმავლობაში და ეს ნორმატული აქტი გახდა საწარმოში, ორგანიზაციებში სალარო მეურნეობის გაძღოლის შესახებ დებულება. ასეთი ნორმატული აქტი ჰქონდა ქვეყანას, ანუ ზოგადად ასეთი ინსტრუქცია ჰქონდა მიცემული თავისი სპეციალისტებისთვის, რომ სალარო მეურნეობა ასეთი წესით მოაწყვეტო. ასე მოახდინეთ ფულის მიღება, გაცემა, დოკუმენტირება, კონტროლი და ასე შემდეგ. აი ეს ნორმატული აქტი დღეს ძალაში არ არის. 2010 წლამდე იარსება ასეთი ნორმატული აქტი. დღეს არ არის ძალაში ეს ნორმატული აქტი და დღეს ამისი ანალოგიური სხვა ნორმატული აქტი არ აქვს. მაგრამ აი აქ მე შემოსაზრებას გეტყვით, უბრალოდ მინდა ამ კუთხით შეხედოთ თქვენ საკითხებს. არა მარტო ამ კანონთან დაკავშირებით, ან ამ თემაში. ზოგადად შეხედოთ საკითხებს ასე. ნორმატული აქტები, კანონები, დებულებები იქნება თუ თქვენ ნორმატული ნებისმიერი გარედან მარეგულირებელი წესები. საზოგადოებას ჭირდება მაშინ და იქამდე ვიდრე სარეგულიროა ეს საკითხი და ჩათვლის სახელმწიფო რომ გარედან უნდა დავარეგულირო. მაგრამ ნორმატული აქტის შემოღებასაც თავისი დრო აქვს და უმეტეს შემთხვევაში მისი მოქმედებაც გარკვეული დროით არის განსაზღვრული. თუმცა სანამ არსებობს ნორმატული აქტი, მანამდე იცის ყველამ რომ რა არსებობს კანონი და ასე უნდა მოიქცე. მაგრამ ჩვენ საზოგადოებას ცოტა არ იყოს დასჩემდა ასეთი სუდის სენი. ნორმატული აქტი აღარ არის, დაუშვათ, გაუქმდა. და მე თითქოს და ის წესები უნდა დავივიწყოთ და როგორც გვინდა ისე უნდა მოიქცეთ. ზოგ შემთხვევაში ნორმატული აქტი, კანონი თავის ფუნქციას ასრულებს და შეიძლება ერთ დღეს თქვას, აღარ ჭირდება ახლა ამას ჩემგან რეგულირება. ამ საზოგადოებამ, ამ ფენამ, ამ კატეგორიამ ისწავლა უკვე ეს წესები და თვითონაც არეგულირებს ამ საკითხს. ამიტომ მე გარედან არ უკარნახებ ამ წესებს.
თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წესი არ უნდა იყოს დაცული და არაფერს არ უნდა ექვემდებარებოდეს იქ მუშაობის. ამას ეს არ თქვას. უბრალოდ ჩათვალო, რომ ჩემგან გარედან ამას რეგულირება აღარ ჭირდება და იმედია თქვენ უკვე იცით ეს და თვითონვე დაადგენთ შიგ თქვენ პოლიტიკას და თქვენ წესსო. მე ზუსტად ასე უყურებ ამ ნორმატული აქტის ვადის ამოწურვას. სამწუხაროდ ბევრმა სპეციალისტმა ჩათვალა, რა დღესაც გაუქმდა ეს ნორმატული აქტი. იმ დღიდან უკვე მეორე დღეს მესმოდაყურებში აღარ ჭირდება სალაროს საბუთი, აღარ ჭირდება სალაროს წიგნი, აღარ ჭირდება სალაროს მოძრაობის აღრიცხვა, არაფერი არ ჭირდება. როცა ვკითხე, რატომ არ ჭირდებათ მეთქიდა? იმიტომ რომ კანონი ხო არ არისო. მეორე კითხვა დავუსვი. საქონელს რომ იღებ საწყობში, შემოსავალში იღებ, მატერიალური პასუხისმგებელი პირს აბარებ, ითვლი, აღრიცხავ, მიღებას, გასვლას, გაფუჭებულს დააწერს და თქვათ დაკარგულს გადაახტევინებ. ამას რომელი კანონი არეგულირებს თქო? ასეთი კანონი არ არის. რადგან არ არის კანონი, არ აკეთებ მეთქიდა? კი, ვაკეთებ. რატო? ვის ჭირდება თქო? მე მჭირდება. აბა, ფული უფრო უბრალო აქტივია შენთვის ვიდრე საქონელი და ამიტომ აღარ უნდა გააკეთო ამის რეგულირების არაფერი დოკუმენტი თქო? ანუ ვეღარ მივახვედრე მეტად. ანუ მექანიკურად იცით როგორ არის? ეხლა კი ზოგიერთი ნაწილი ამბობს, ქართველებს არ უყვარს წესები და კანონები. და ამიტომ აუცილებლად საჭიროა ხისტი ღონისძიებების გატარება მისათვის რომ მივაჩვიოთ რომ წესები და კანონები. ქართველებს ცოტა უჭირს ამ წესებში და კანონებში ჩაჯდომა, მაგრამ მე ნაკლებად მეგულება ქართლის ისეთი, რომელიც ტრადიციებს ისე ებღაუჭებოდეს და იცავდეს და იჯდეს შიგ კომფორტულად, როგორც ჩვენი ამდენი საუკუნე მოვიტანეთ ჩვენი ტრადიციები აქვს და ასე რომ არ ყოფილიყო, არ გამოყვებოდა აქამდე და მალევე დავტოვებდით და გავექცეოდით მას. შეჩვევა უჭირს, თორემ მე განშორებაც უჭირს. ანუ ჩვენ არა გვაქვს თლად გადაწურული პრობლემა. თუ კარგად მივაჩვევთ და გავზდით, მერე მშვენივრად გრძნობენ თავს შიგ და ზუსტად ის ერივართ, რომელიც თავისი ტრადიციებით არის შემოსილი, ასე ვთქვათ და არ შიშლდება ამით და არ უყვართ ასეთი ბოლომდე თავისუფლება. ეს ახლა ცოტა ერთი სიტყვით. საინტერესო პოზიცია. ერთი სიტყვით მე მგონია რომ ჩვენ თუ წესებს კარგად დავამკვიდრებთ, თქვენ თქვენი პოლიტიკა გაქვთ. თქვენ ხარ გონიათ ჩვენ ვართ ზუსტად ყველაზე დიდი პოლიტიკოსები, რომ ჩვენ საწარმოს ფარგლებში. ჩვენ არ გვაქვს ისეთი გარეთა პოლიტიკა, უბრალოდ შიგ პოლიტიკებს ჩვენ ვქნით ეკონომიკურ პოლიტიკას და ჩვენ ვამკვიდრებთ, ჩვენ ვზრდით ამას, ჩვენ ვაყალიბებთ და თუ კარგად დავამკვიდრებთ, კარგი წესები, არაფრით არ გაიქცევა მე ამას, არც ერთი საწარმო და არც ერთი სპეციალისტი, რომელიც მივარ ჩვენ შემდეგ. ჩემი მიზანია, აქედან გავიდეს, ჩვენ არ აგვყავს პოლიტიკის დამწერლ სპეციალისტები საწარმო, ფაქტიურად არ აგვყავს, იმიტომ რომ ეს არ ევალებოდა არც ერთ სპეციალისტს. რა დონის სპეციალისტი არ უნდა ყოფილიყავი შენ ადრე არავინ არ გაწერინებდა ამ პოლიტიკას საწარმოში. არ არსებობდა ეს პრაქტიკა. პოლიტიკა იწერებოდა ზევით სახელმწიფოს მიერ, შესაბამისი ინსტიტუტების და უწყებების მიერ და შენ შემოთავაზება ქონდა დაგიდებდნენ ინსტრუქციების სახით გააკეთე ასე. ანუ ჩვენ საქმიანობაში, მაგალითად ფულში, ძალიან ცოტა რამე დაიწერება გარედან და დანარჩენი უნდა დავწეროთ ჩვენ. აი ზუსტად ეს სპეციალისტები არ არის გარეთ, მაგრამ პოლიტიკა რომ დაწერო, თავისი ეკონომიკური არსის პრაქტიკით ყველაფერს უნდა გესმოდეს ეს საკითხი და ძნელია ეს, ასე ადვილად ვერ დაიწერება, მაგრამ საწყისი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენ უნდა შევქმნათ, აი ეს ბოლოში წერია. საკანონმდებლო მოთხოვნები უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად, სტანდარტი უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად, რასაც გარედან ვიკარნახებენ, მაგრამ დანარჩენი აუცილებლად უნდა შედგეს შიგ. აი ამ პრაქტიკის გამოყენებით. სალაროში როგორ შეიძლება იმართოს ფული? მე ახლა გთავაზობ ერთ რაღაცას. ჩვენ აი ამ თემაში ორი ნაწილი გამოვყოთ. ფული სალაროში და ფული ბანკში. ეხლა რატომ გამოვყოთ? ჯერ ერთი ფულია ორივე, მაგრამ ერთნაირი არც ფორმა აქვს მას და არც ადგილი. მაგრამ თავარი ის გახლავთ, რომ ფულის სალაროში მართვა, რეგულირება განსხვავებულად ხდება ვიდრე ბანკში. სხვადასხვა წესებზეა დაფუძნებული. ამიტომ არ გამოგვივა და ვერ მოვერევით ამ საკითხს ერთად და გამოვყოთ, ჯერ ვისწავლოთ ფულის სალაროში მართვის საკითხი და მერე გადავერთოთ და ფულის ბანკში მართვის და რეგულირების საკითხი და პრაქტიკა გავაკეთოთ. ამიტომ დღეს მარტო ამაზე ვილაპარაკებთ.
ფულის სალოში და ამის პრაქტიკულზე გვექნება თვითონ საუბარი. ანუ ბანკთან დაკავშირებით ჯერ შეკითხვები არ გვი და იქეთ მე გადავიდეთ ამას. ეხლა რადგან მე რეგულირების საკითხი წამოვწიე, ანუ როგორ მართო ეს საკითხი. აი გადავდივარ რეგულირების საკითხიდან სალაროს საკითხზე. ზუსტად სალაროში ფულის, ანუ ნაღდი ფულის, ასე ვთქვა, რეგულირების საკითხი აღარ არის უკვე გარედან განსაზღვრული. ანუ არა მაქვს ამის კანონი. ის რაც მე წეგან ჩამოვთვალე, ესენი ყველა საბანკო სფეროში რეგულირებას ეხებოდა. ანუ გარედან განსაზღვრული, აი სტანდარტი რასაც მიკარნახეთ, იქედან ძალიან ზოგადად მოთხოვნებს დააყენებს, რომ ასეთი ინფორმაცია მინდა ფულთან, მეც ვერაფერს ვერ მიკარნახებს. ანუ კონკრეტულ პრაქტიკას და წესებს ვერ მიკარნახებ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას და აი იმ პრაქტიკიდან შემომაქვს თქვენთან ეს საკითხები. ეს არა რომ ითხრათ ახლა რომელ კანონში წერია ასე რომ უნდა მოვიქცე. ვერ გეტყვი, არ არის ასეთი კანონი დღეს და ვერც გაიძულებ რომ ასე მოიქცე და ათვაპირებ ამას. მე ვთავაზობ გარკვეულ პრაქტიკას. ეს პრაქტიკა ჩვენ დაგვრჩა იმ წარსული კანონმდებლობებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც გაუქმდა ჩემის აზრით არა იმიტომ რომ ცუდი იყო, არამედ ამოწურა თავისი მიზანი გარედან ერეგულირებინა ეს საკითხი. გაერეგულირებინა გარედან ეს საკითხი და ესწავლებინა შენ ახლა ეს როგორ გააკეთებო, ეს მიზანი ამოწურა. მაგრამ ჩვენ ზუსტად იქედან გამომდინარე უნდა დავიტოვოთ ის, რაც გვასწავლა ამ პრაქტიკამ და ის უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ შეგვიძლია მისი გავრცობა, სვაფერება რაღაცნაირად ისე გავაკეთოთ ეს როგორც ჩვენ საწარმოს მოეხერხება. ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ცივილური ფორმები შემოვიტანოთ ფულის მართვის საკითხებში და ამას ვერ გავაჩერებთ და არც კარნახობთ თქვენ ამას, რომ ეს გააჩეროთ. მაგრამ ის რაც დარჩება ჩვენთან, ის გარკვეული ფორმით უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, რასაც ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ, ეს იქნება ის პრაქტიკა, რომელიც წინა რეგულირებიდან მოდიოდა. წინა ჩვენი გამოცდილებიდან მოდიოდა. შემოგთავაზებთ ფორმას, შემოგთავაზებთ მოდელს, შემოგთავაზებთ ჩაწერის წესებს, შემოგთავაზებთ გაკონტროლების წესებს, მაგრამ თავიდანვე გეუბნებით, ეს არ იქნება კანონით განსაზღვრული. მე მაგალითად, ჩემ პოლიტიკაში ეს წესები მიდევს. შენ შეიძლება სხვანაირად ჩადო შენს პოლიტიკაში, მაგრამ როგორცაც ჩადებ შენს პოლიტიკაში, ჯერ გაიგე რა ხდება. რომელიც მოგეწონება და მოარგების ჩადებ. მაგრამ რომელსაც ჩადებ, მე ის წესია და უნდა დაიცვა. შენც და შენს მერე მოსულმაც, თუ ვინმე არ შეცვლის ამ პოლიტიკას. პოლიტიკა შეიძლება დრომ შეცვალოს. და ეს არის ის თემა, რომელშიც დრომ ბევრი რამე შეცვალა. ძალიან ბევრი რამე შეცვალა სალაროს მეურნეობის მოწყობაში დრომ. ჩვენ მოვდივართ იმ წლებიდან, როცა მთელი ფული თუ რაიმე ქონდა საწარმოს, ძირითადად ნაღდი ფულის სახით ბრუნავდა. პირდაპირ ფულით ხდებოდა ყველა ოპერაციები. ამიტომ საწარმოებში და ორგანიზაციებში დიდი ადგილი ეჭირა ამ თემას. ბევრი ფული ბრუნავდა. მოლარე ასეთი ცალკე შტატები იყო და ძალიან დატვირთული იყო. ეს და ერთი კი არა, შეიძლება რამდენიმე მოლარეც ყოფილიყო. შესაბამისად, სალარო ადგილი, სადაც სალარო იმართებოდა, იმისი მოწყობა თავის წესები ჰქონდა და ისიც ბევრი იყო. დღეს ამის საჭიროებები შედარებით შემცირდა. რატომ? ნაღდი ფულის ბრუნვა მიკლო. დღეს მიხვდა ადამიანები, რომ ეს რამდენი კომფორტიცაა, იმაზე მეტი დისკომფორტია. როცა შენ ბევრი ფული გაქვს საწარმოში ან ხელში ან ჯიბეში და კონკრეტულად შენ არა მარტო კომფორტია ის, რომ იმ წუთში გაქვს ხელში და მაშინვე აკეთებ იმ ოპერაციას, რაც გჭირდება, მაგრამ დისკომფორტია, იმიტომ რომ ფულის კონტროლია რთული. დაცვა რთული. და თუ რაიმე აქტივი საწარმოში კონტროლირებადია, ყველაზე რთულად კონტროლირებადია ფული. მაგალითად, ძირითად საშუალებები მიწვია და ახლა ეს მაგიდა ვიღაცამ რომ მოკიდოს ხელი და მოინდომოს აქედან გატანა, ან აქ ან კარებში, ან ეზოში, ან რაღაცა ვიღაცა დაინახავს. ხო, აი ეს რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ახლა რომ მე ეს უნდა მოვიბარო. მაგრამ აი ფული აიღებს თუ არა და ჩაიგ ვერაფერ დაუმტკიცებ, შენ იმ ჯიბეში ახლა შენი ფული უდევს თუ სხვა, იმიტომ რომ ჩვენ საწარმოშიც კი მათ ნომრებით არ აღვიცხავთ. აქედან გამომდინარე, თქვენ აი მარტივ მაგალითიდან ალბათ მიმიხვდებით, თუ კი საწარმოს სალაროში ფული აქვს, ისი დაცვის მექანიზმებიც უნდა ჰქონდეს შესაბამის დონეზე. ამიტომ შესაბამის დანახარჯებსაც იწვევს ეს, შესაბამის კადრის აუცილებლობაც არის საჭირო და ამიტომ
საწარმო და მეწარმე ყოველთვის საბოლოო ჯამში კაპიტალს რა გაუზდის ან შეუმცირებს იმაზე მსჯელობს. საბოლოო ჯამში რომ ფული ახლა ბევრი ექნება თუ ცოტა იქნება, სალაროში ექნება თუ ბანკში ექნება, ამას ყველაფერს გეგმავს იმის მიხედვით, რა პლუსი და რა მინუსი აქვს ამაში. და პლუსი და მინუსი საბოლოო ჯამში მაინც ხარჯში ან შემოსავალში განისაზღვრება. და ამიტომ ამით საზღვრავს, რა არის მისთვის სარგებლიანი, რა არის მისთვის კომფორტული, რა არის მისთვის ურისკო და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს ნაღდი ფულის ბრუნვა, ამას უპასუხა გარეთ ბიზნესებმა და ორგანიზაციები იკლო საწარმოო ორგანიზაციაში ნაღდი ფულის ბრუნვა და გადავიდა უნაღდო ანგარიშწერების ფორმებზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა წარმოდგენა უნდა ყველას გიდებთ ჯიბეში ის ერთი ბარათი, რომელიც გიცვლით ფულს. რამდენიმე წლის წინ ამას ყვებოდი, ზღაპარიები, ერთი ქაღალდი ჯიბეში, ხო და რა თქმა უნდა ეს ფული იმედიანად ფული კარგადაც ფლათროდეს ჯიბეში, ეს უფრო მოწონდა ხო? და სხვათა შორის ახლა ასეთ გამონაკლის დღესაც ვხვდებით და საწარმოს ხელმძღვანელებს და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხანდახან უხარია რომ ეს გვევრი ფული იქ არის. ნუ ახლა ეს ძალიან ისეთ პრიმიტიული გადმონაშთია უკვე გადმონაშთია. მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვერ აუვლით ამას გვერდს. მე შემიძლია მაგალითი მოგიტანოთ. ჩემ საწარმოში არ არის სალარო, არ არის არც მისი განკუთვნილი ადგილი, არ არის პერსონალი, რომელიც ამას ემსახურება და საერთოდ არ ბრუნავს ნაღდი ფული უკვე წლებია. მაგრამ ნუ ახლა ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ და სხვათა შორის ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, როცა კანონი არსებობდა არეგულირებდა გარედან. და ამ კანონის საფუძველზე ადგილიც უნდა ქონდეს შესაბამისი წესით მოწყობილი უსაფრთხოების წესები, ნებისმიერ რაღაც ესენი უნდა ყოფილიყო. და მაშინ როცა ავწონეთ ეს საკითხი, რომელიც ჯობდა, ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო ეს აქტი, უნაღდო ანგარიშწერების ფონდით გვეკეთებინა ეს. გავთვალეთ, რა თქმა უნდა, ეფექტით გავთვალეთ ის ყველაფერი და აქედან მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუმცა ეხლა ერთგვარი ცივილური ფორმაც არის უფრო მეტად, მაგრამ ჩვენ რომ ვიყოთ ახლა საქართველოს ვაჭრობის ობიექტი. როგორადაც არ უნდა მინდოდეს ახლა მე ცივილიზაცია შემოვიტანო, შეუძლებელია. ეს მარტო იმის ბრალი კი არ არის, რომ მე ამას ასე უყურებ და ეს არა. შეუძლებელია, რომ მე ახლა შემოვიტანო და ჩვენთან კი არა საქართველოში, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას გადახედეთ, თქვენ სად არ ბრუნავს ნაღდი ფული. გამორიცხულია საცალო ვაჭრობაში, ამოაგდო ჯერჯერობით ეს და ალბათ მივიღოთ, რა ვიცი, ახლა შეიძლება მივიდეთ მაგამდე ჩვენ საერთოდ ფულადი ნომინალიც შეიძლება არ დაგჭირდეს. დავიწყოთ თავიდან, საწარმოში, სალაროში, ფულის მოძრაობის რეგულირება როგორ შეიძლება მოხდეს. ანუ როგორ უნდა მართოს საწარმოში, თუ მაქვს მე ნაღდი ფული, როგორ უნდა მოძრაობდეს ის. აქ არის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც უნდა დავაკმაყოფილო. პირველი, ფული მჭირდება, უნდა მქონდეს და ყოველთვის უნდა მქონდეს იმდენი, რამდენიც მჭირდება. ესე იგი გათვლილი უნდა მქონდეს, ხო? რამდენი დამჭირდება, ანუ დაგეგმილი უნდა იყოს, რამდენი დამჭირდება ფული და ის რომ მე ფული დამჭირდეს და არ მქონდეს, ეს შემიფერხებს ოპერაციას. ესე იგი ფული უნდა მქონდეს იმდენი, რომ არ შემიფერხოს ოპერაციები, მაგრამ არც ის არ უნდა დამავიწყდეს, რომ ფული აგერ გაჩერებული რომ არის, ამას არ მოაქვს ფული. ანუ გაჩერებული ფული არ არის აქტივი, ნიშნით იმისა, რომ მომიტანოს სარგებელი. თუმცა ის გაჩერებულია, იმიტომ რომ აუცილებელია იმდენი ფულის ქონა გადახდისთვის, იმას მოაქვს სარგებელი. მაგრამ თუ ის მეტია იმაზე, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ გადახდა განახორციელოს, უკვე ის აქტივის უნდა დაკარგული ფულია. ანუ არ მოაქვს იმ წუთში სარგებელი და მე არ მაქვს ამის უფლება, რომ არ მოვატანინო რომელიმე აქტის სარგებელი. ამიტომ ფული უნდა დაიგეგმოს სერიოზულად. უნდა დაიგეგმოს იმდენი. დიახ, უნდა დაიგეგმოს იმდენი და სხვათა შორის ყველა აქტი უნდა დაიგეგმოს, იმიტომ რომ ფული კი არ არის, მაგრამ ფულია ჩადებული შიგ. ფულია გაჩერებული შიგ. მარაგი არ უნდა დაიგეგმოს, რამდენი უნდა ვიყიდოთ, დიახ უნდა დაიგეგმოს. ყველაფერი უნდა დაიგეგმოს, იმიტომ რომ იმაშიც ფულია გაჩერებული. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ აქედან. ფული უნდა იყოს სწორად გაზომილი, სწორი ოდენობა მისი დაგეგმილი, ერთი ეს და მეორე, რომ არ შეაფერხოს ოპერაციები და მეორე. მე უნდა მქონდეს მოწყობილი სწორად სისტემა. როგორ უნდა გავაკონტროლო ფული? იმიტომ რომ გითხარით, ეს ყველაზე ადვილად, ასე ვთქვათ, დასაბნევი, დასაკარგი, მოსაპარი და ასე შემდეგ გააჩნია ის საშიშროება, აი ასეთი აქტივია. ამიტომ ყველაზე მეტი კონტროლი დაჭირდება. ესე იგი, ჩვენ ზოგადად ბუღალტრები ვარეგულირებთ ამ ორ საკითხს. ჩვენ ავსახავთ ინფორმაციებს და გარდა ამისა ძალიან დიდი ფუნქცია გვაქვს კონტროლის, მენეჯმენტის ფუნქცია ხო ეს არის.
ინფორმაციებით მართოთ და აკონტროლოთ ბიზნესი. აი ამ კონტროლში მატერიალური ფასეულობების კონტროლის საკითხი ძირითადად ჩვენ ხაზზე გადის ბუღალტრების. ანუ ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა როგორი მოეწყოს საწარმოში ორ რამეს უნდა გასდევდეს. პასუხობდეს უნდა ორ რამეს. ინფორმაცია მიიღოს სწორად და დროულად, ხარისხობრივი ისეთი როგორც ჭირდება და თან კიდევ კონტროლის სისტემა, მატერიალური ფასეულობის კონტროლის სისტემა აეწყოს სწორად. ორივე ფუნქცია ჩვენია. ესე იგი არა მარტო ის არის ჩვენი ფუნქცია ვიცოდეთ სად რამდენი ფულია, არამედ თან დოკუმენტების, აი ამ სიტყვებს მიაქციეთ ახლა ყურადღება. როგორ შევძლებ მე კონტროლის ფუნქციას? მე ხო დარაჯი არა ვარ. არა მაქვს ეს ფუნქცია. მე უნდა ავაწყო დოკუმენტ ბრუნვა ისე რომ დოკუმენტებით ვაკონტროლოთ მატერიალური ფასეულობა. აი ეს არის ჩემი ფუნქცია. ანუ როგორი სისტემა უნდა აეწყოს დოკუმენტ ბრუნვის ისე რომ სულ ვიცოდე სად რამდენი უნდა იყოს. მე არ შევდივარ სალაროში, მე არ შევდივარ საწყობში, მე არ შევდივარ საწარმოუბანზე, მაგრამ ჩემ ქაღალდებში ვიცი ყოველთვის ვისთან რამდენი რა უნდა იდოს. და ქაღალდებით ინფორმაციებს რო წერში იმით ვაკონტროლებ ამას. და მე უნდა ავაწყო ისეთი სისტემა, რომელშიც უნდა ჩართული იყოს ეს მატერიალური პასუხობელი პირები და იმ მატერიალური პასუხობელი პირების ხელნაწერებით უნდა მოდიოდეს ჩემთან ეს ინფორმაციები. აი ეს ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ფულის მოძრაობაში. მე გთავაზობთ ახლა ერთ-ერთ სისტემას, ასეთ მოძრაობის სისტემას, რომელიც დაყრდნობილი იქნება ამ ორ მოთხოვნაზე. Იმიტომ მოგიყევით ეს. რა მოთხოვნა არის? აქ ერთი, უნდა ვიცოდე ყოველთვის სად რამდენი ფულია და ვიცოდე მისი სწორი ინფორმაცია, მაგრამ მეორე ამ სისტემით უნდა მეჭიროს ხელში ყველა მატერიალური პასუხობელი პირი ისე რომ ვერ გარისკოს და ვერ გაბედოს ამაში რაიმეს არასწორად გაკეთება, ან მითვისება და ასე შემდეგ. ანუ მე ეს სისტემა მაძლევს ამის საშუალებას. ასეთი სისტემა გვასწავლეს ჩვენ, დაგვიტოვეს და მე ვიტყვით ახლა მართეთ თქვენ თვითონო. მე ფიქრობ რომ ეს სისტემა წლების განმავლობაში გამოცდილი, აპრობირებული და ბევრნაირ ადამიანში, ბევრნაირ კომპანიაში და თქვენ წარმოიდგინეთ 10,000-ობით ადამიანი რომ მუშაობდა, მილიონობით ფული რო ბრუნავდა ასეთ კომპანიებში უმუშავი ამ სისტემებს და გაუძლია, ანუ ამდენად გამოცდილია ეს სისტემა. თუ თქვენი კომპანია და თქვენ რაღაცას უკეთეს და უნიკალურს აღმოაჩენთ, კი ბატონო გააკეთეთ, თუ არა და მე ამას გაგაცნობთ და თუ რამე არ მოგეწონებათ შეცვალეთ. ეს არ არის კანონი, კიდევ ერთხელ გიმეორებ. დავიწყოთ აქედან. აი ვის ხელში უნდა იყოს ეს ინფორმაცია და რა ფუნქციები უნდა იყოს თუ ჩვენ გვინდა ფულის კონტროლის სისტემა იყოს ძლიერი. მინიმუმ 3 პირი მაინც ჭირდება მის სწორად დარეგულირება საწარმოში. ანუ კონტროლის სისტემა თუ გვინდა იყოს ძლიერი. მინიმუმ 3 პირი. ეხლა რა თქმა უნდა ერთი ადამიანი რომ არის თვითონ და იმას არ აქვს ასეთი სისტემა. ის თვითონ იღებს ამ რისკს, თვითონ იღებს პასუხისმგებლობას. ორი კაციც რომ არის ბიზნესში, ინაწილებენ ამ რისკს და პასუხისმგებლობას და ან შენთან არის, ან ჩემთან. მაგრამ 10 რომ არის და მეტი საწარმოში, უკვე მე ძალიან ძნელი გასარკვევია, მაინც ვისთან გაიგნა ეს. ამიტომ უკვე აქ შესაძლებლობაც არის იმისი, რომ გადანაწილდეს ეს ფუნქციები. ფულის მართვაში ყველაზე დიდი პრობლემა ერთის ხელში არ უნდა იყოს ეს. ანუ მე არ გეუბნებით, რომ რა არ უნდა იყოს ერთის ხელში, ფული თუ დოკუმენტი. ორივე ერთად არ უნდა იყოს და ყველაფერი ერთის ხელში არ უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ როცა საწარმო იქნება და ორგანიზაცია, მას ენიშნება შესაბამისი პირი, რომელიც წარმოადგენს ამ საწარმოს ორგანიზაციას. ეს ხდება წესდებით. რეგულირდება წესდებით, ან დოკუმენტს გააჩნია რომელი სუბიექტია. კომერციულ სტრუქტურებში წესდებით. და წესდებით არის განსაზღვრული, ვინ არის ის პირი, ვინც იღებს პასუხისმგებლობას ამ საწარმოს მართვაზე. აი ის პირია, დირექტორი თქვა, ის პირია ყველაფერზე და მათ შორის ფულის მართვაზე პასუხისმგებელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დირექტორი განსაზღვრავს ყველა წესს, როგორ მოვიდეს ფული, როგორ წავიდეს ფული. არა, ამაში ძალიან სერიოზულად ერევა ბუღალტერი. ანუ ერთი პირი დირექტორი, მეორე პირი ბუღალტერი. თუ კი იმ საწარმოს საერთოდ ყავს ბუღალტერი, აუცილებლად ამ კონტროლის ფუნქციებში კი ჩართულია ბუღალტერი. მაგრამ თუ გვინდა სრულყოფილი იყოს სისტემა, აუცილებლად ბუღალტრისგანაც უნდა გამოვაცალკავოთ კიდე რაღაც ელემენტი და ჩნდება მესამე სუბიექტი მოლარი.
აი მინიმუმ ეს სამი სუბიექტია აუცილებელი იმისთვის, რომ სრულყოფილი კონტროლის სისტემა ჩამოაყალიბოს. შეიძლება მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად აი მესამე შტატი აუცილებლად უნდა არსებობდეს ცალკე. შეიძლება პატარა იყოს კომპანია და მას არ ქონდეს შესაძლებლობა და ეკონომიურად არ იყოს გამართლებული, რომ მან აიყვანოს ახლა სამი ასეთი პირი. მაგრამ მე ერთ რამეს ვამბობ, ფუნქცია დირექტორის, ფუნქცია ბუღალტერის და ფუნქცია მოლარის უნდა იყოს ცალ-ცალკე. და ეს შეიძლება მოლარემ კი არა, სხვა პირმა შეითავსოს, სხვა პირს გაევალოს ეს ფუნქცია, რომელსაც სხვა ფუნქციაც აქვს. მაგალითად, ოფის მენეჯერია მაგალითად რაღაცა ვინც ყავს ახლა იქ, ოღონდ ფუნქცია უნდა იყოს გამოყოფილი და არა აუცილებლად შტატი. აი ეს თვითონ უნდა გადაწყვეტოს საწარმო შტატი ჭირდება თუ არა ამისთვის. მაგრამ ფუნქცია კი აუცილებელია და რატომ არის აუცილებელი რომ გავივლით ახლა ამ ხაზს აი იქ დაგანახეთ. როგორია სააღრიცხვო სისტემა, აი ამ სისტემას გიხსნით ახლა მე თქვენ და შევეცდები აი საშუალო დონის კომპანიებში და ცოტა დიდში სრულყოფილება სადაც შეიძლება ამისი რომ ეს სამი ფუნქცია იყოს გაყოფილი, იმის მაგალითზე დაგანახოთ ეს. მერე უკან დაბრუნება ადვილია. შენ თუ იცი სრულყოფილი ფუნქცია, მერე ვიღაცას ამ ფუნქციას შეიძლება ორიც მიანიჭო ერთ. მაგრამ ცოტა რისკი იქნება და ეს უნდა გავზრო. მოლარის ფუნქცია, ბუღალტერის ფუნქცია. ბუღალტერი განკარგავს რის საფუძველზე მოხდეს საწარმოში ფულის მიღება ან ფულის გასვლა. დააკვირდით? მოლარე იღებს ფულს და მოლარე გასცემს ფულს, მაგრამ მოლარე არ წყვეტს საკითხს, ვისგან რატომ და რამდენი უნდა მიიღოს ეს ფული და ვის რამდენი უნდა მისცეს ეს ფული. ესე იგი, მისი ფუნქციაა თვითონ ფულის მიღება, მისი მოვლა და აღრიცხვა, მაგრამ მისი ფუნქცია არ არის გადაწყვეტილების მიღება, როდის და რამდენი მიიღოს ეს ფული. აი ამ გადაწყვეტილებას თვითონ არ იღებს. ამ გადაწყვეტილებას იღებს ბუღალტერი. ანუ ბუღალტერი ქმნის დოკუმენტს და ამ დოკუმენტებს ეძახით შემოსავლის ორდერი, გასავლის ორდერი, რაღაცა დოკუმენტებია. მე შევეცდები თქვენ აქვე მაგალითში დაგანახოთ ეს ყველაფერი, შევხედავთ ჩვენ ამას ყველაფერს. ოღონდ ჯერ საუბრობთ იმაზე, რომ რა დოკუმენტია ეს. შემოსავლის ორდერი, გასავლის ორდერი. ამას ბუღალტერი ადგენს თვითონ და ამ დოკუმენტით აძლევს განკარგულებას, ასე ვთქვათ, მოლარეს, რომ შენ განახორციელე ეს ოპერაციაო. ანუ მიიღე ფული, ან გაეცე ფული. სალაროში მოლარეს შემოსავლის ორდერის გარეშე და გასავლის ორდერის გარეშე არც მიიღება და არც გაცემა არ შეუძლია ფულს. არ შეუძლია ამ წესების საფუძველზე. თორემ თქვენ შეიძლება დაუშვათ. ანუ მოლარე იყენებს აი ამ სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერს და ამ საფუძველზე ახორციელებს ოპერაციას. განხორციელებული ოპერაცია არის მაშინ თუ კი ის მიიღებს ან გაცემს ფულს. მაგრამ ეხლა მოდი ეს ოპერაცია გავყოთ. მოლარეს არა მარტო ის ფუნქცია აქვს, რომ მიიღოს ფული, ან გასცოს ფული, არამედ დოკუმენტებიც უნდა რაღაცა აწარმოოს, ჩანაწერებიც უნდა აწარმოოს ამასთან დაკავშირებით. ესე იგი, მოლარე არ არის მარტო ფულის დამხლელი, მიმღებიან გამცემი და ფულის მომვლელი. ესენი არის, მაგრამ არა მარტო ეს. მას ასევე აქვს რაღაც ბუღალტრული ფუნქცია. ანუ ინფორმაციას უნდა ჩაწეროს კიდე ამასთან დაკავშირებით. და მოლარე აი ამ შემოსავლისა და გასავლის ორდერის საფუძველზე აკეთებს, ამზადებს ჩანაწერებს აკეთებს სალაროს წიგნში. აი ეს წიგნი, სალაროს წიგნი გახლავთ შესაბამისი რეგისტრი. ანუ რეგისტრაცია ხდება რაღაცში. სარეგისტრაციო ჟურნალი. ამას გეტყვით წესებს როგორ. სარეგისტრაციო ერთი ისე მიმოხილვა გავაკეთეთ. სარეგისტრაციო ჟურნალია. ეს მისი ფუნქცია. აქედან ეს ინფორმაცია გადადის მერე უკვე ბუღალტერი ერთვება ამ ფუნქციაში, უკვე იყოფა აქ. მე მინდოდა დამენახვებია თქვენ ამ ხაზზე, ვინ როგორ ინაწილებს ამ ფუნქციას. ბუღალტერი ჩაერთვება უკვე ამ პროცესში, ბუღალტერმა დაიწყო ეს პროცესი თავიდან. აი ამ ჟურნალ ამ ორდერების გამოწერით. სალაროს წიგნიდან დღის ბოლოს, დღის განმავლობაში მოლარე აკეთებს ამ ჩანაწერებს. დღის ბოლოს გადააქვს ეს ინფორმაცია ბუღალტერს უკვე. და ასახავს ამ ინფორმაციას მაგალითად ჟურნალ ორდერში და მე რასაც შემოგთავაზებ ფორმებს, ესეც კი არ არის აუცილებელი ჩარჩოები. უბრალოდ ერთ-ერთ ვარიანტს გთავაზობთ ამ ფორმებისა. აი რაღაც ჟურნალში ატარებს კიდე ამას ბუღალტერი. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია უკვე განზოგადებული, ყოველდღიური ჩანაწერებით შედგენილი ინფორმაცია თვის ბოლოს გადააქვს
თავარ წიგნში. შესაბამის ანგარიშზე. ანუ საბოლოოდ ხდება ეს უკვე საბოლოოდ თავარ წიგნში. აქედან კიდე ეს ინფორმაცია შედის ბალანსში. ეს ფუნქცია, აი ეს მეორე ნაწილი უკვე ბუღალტრის არის. ანუ ფულის ინფორმაცია აქედან აქამდე მოდის. ანუ შემოვიდა ამ საბუთებით, ეს პირველად დოკუმენტებია. შემოვიდა ამითი და წამოვიდა ბალანსში მოხდა ბოლოში. მაგრამ აი ამ ხაზზე სხვადასხვა ფიგურა ასრულებს ამ როლს. თვითონ შემოსავლის ორდერი, გასავლის ორდერი გახლავთ პირველადი დოკუმენტები. სალაროს წიგნი გახლავთ სარეგისტრაციო ანალიზური ჟურნალი. ჟურნალ ორდერი გახლავთ სარეგისტრაციო სინთეზური ჟურნალი, ანუ შეკრებილი ინფორმაციები, ჯამური ინფორმაციები შედის აქ. თავარი წიგნი გახლავთ სინთეზური ანგარიშების განმაზოგადებელი და ყოველთვის ბოლოს ხდება. აქ პერიოდულობითაც იმატებს პერიოდი, თუმცა გადატანა ხდება და ინფორმაციებიც უფრო მეტად იკუმშება. ყველაზე ეს შეკუმშული ინფორმაციები ადის ზევით და საბოლოო ჯამში ანგარიშების ფორმა გახლავთ თვითონ ბალანსი. აი ჩვენ შეიძლება ახლა წარმოვიდგინეთ უფრო სრულყოფილად ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები. როგორი ნაირსახეობაში ეს აუცილებელი არ არის, რომ ყველა თემაში ასე დამჭირდეს. აი ფულის თემაში ყველაზე სრულყოფილად მიდის, ანუ ყველა რეგისტრის გამოყენება ხდება ფაქტურად, იმიტომ რომ რეგისტრების გამოყენება რაც უფრო მეტი მოითხოვება, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი კონტროლია მოთხოვნილი. უფრო მეტჯერ რო ხდება ინფორმაციების გადატანა სხვადასხვა რაღაცებში წერება, ესეთი კონტროლია უფრო დიდი საჭირო. შეიძლება ზოგიერთი ინფორმაცია წლიდან წლამდე ერთჯერ გაიზრდეს და მეტჯერ არა და არ ჭირდებოდეს ამას ბევრი რეგისტრი და აქ ბევრი გჭირდება.